მშვიდობის მოყვარულო ქოცებო, ომი რო არ გინდათ. რა დღე დაგიდგათ, ხო ხედავთ? ჯერ სათხართ. ეხლა იმ თქვენ ვირთხა ივანიშვილს ისრაელი ჰაერში რო აწევს გუშინდელი დღის გამო. მერე იძახეთ, რომ აბა ომი გინდა თუ. ანუ ესე იგი ისრაელთან და ამერიკასთან ომი უგუნდა. ივანიშვილს და მაგას მშვიდობა ქვია. რა დღე გირით ხო აზრი არა ხარ და თქვენ თუ გონიათ რომ ან ამერიკა ან ისრაელი ქართულ ხალხს დაждის ძალიან შემსახართ. დაждის თქვენ მაგ გამოქლიავებულ ნაძირალა კორუმპირებულ ხელისუფლების მინტაცებელ ნაძირალა ხელისუფლებას. და მე ირბინეთ ზევიტყვევით და მე იძახეთ რომ ჩვენ გვეშინოდა თუ არა ისე არ უჭერდით ხარცო სათითაოდ გიცნობთ ყველას. სათითაოდ ვიცი ვინ ხართ. პირობას გაძლევთ. თქვენ ეხლა ვინც ჯერ კიდევ აგრძელებთ ამ ნაძირალა დამნაშავე ტერორისტი ხელისუფლების მხარდაჭერას პასუხს აგებთ მათთან ერთად. დიახ, პასუხს აგებთ მათთან ერთად. მათ შორის ჩემი ყოფილი მეგობრებიც. სხვანაირად არ გამოვა. ძალიან კარგია რაც მოხდა ეს ახლა. ეს პროცესები რაც მიმდინარეობს უკანასკნელი წლებია. სათითაოდ ასე გაშიშდა ყველაფერი და ყველა გამოჩნდით ვინ ხართ. თქვენ ყველამ გაყიდეთ სამშობლო. ვინც დღეს არის მამებელ პოზიციაში აიგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან, ვინც დღეს ხმას არ იღებს იმ მოვლენებზე რაც საქართველოში ხდება, ყველა ხართ ქვეყნის გამყიდველი. და ის რომ აპა მიშა გინდათ და აპა ომი გინდათ, ეგ ზღაპრები და ეგ სიდებილეები ერთმანეთს მოუყევით იქით. რესურსებს მიღმა და საცხოვრის მიღმა. ვერცეთი ვერ უნდა დარჩეთ საქართველოში. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელმაც სამშობლო გაყიდა და ძალიან მალე ეგ თქვენი დრო დადგება. დღეს პატრონს თქვენსაც რა.